თუნდაც ქალაქ გორში და გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 კვირის განმავლობაში აყვავს 5 ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით რამდენი წლის არიან? ეხლა ეს ასაკი მერყეობს დაახლოებით ასე 30 წლიდან შეიძლება იყოს 50-55 წლამდე, მაგრამ მაინც ახალგაზრდები არიან ეს ადამიანები. სკოლის მოსწავლეებში თუ შეიმჩნევა? სკოლის მოსწავლეებთან იცით როგორ სკოლის მოსწავლეებთან ზედოზირების შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ეხლა გეტყვით ერთ რამეს, ჩვენ გვაქვს უფლება ვიმუშაოთ 18 წლის ადამიანებთან ან შესაძლებელია ვიმუშაოთ 16 წლის ზემოთ, მაგრამ მას უნდა ჰყავდეს წესითა და რიგით მეურვე. მეურვით ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობა, ხო? გქონია ესეთი შემთხვევები, თუმცა მეურვე ხშირ შემთხვევაში გვევლინება ხოლმე როგორც სოციალური მუშაკი, ან თუ არის განრიდებული პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი. იშვიათად მინახია რომ მშობელი ყოფილიყო, რომელიც მოსულა ჩვენთან და უთქვია რომ მის შვილს აქვს ნარკოტიკის მოხმარების, ინექციური ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკა და შესაბამისად მასთან რაღაცა ისეთი სამუშაო ერთობლივად საზოგადოების ნაწილი ამბობს რომ გავრცელებულია უფრო დედაქალაქში. ვერ გეტყვით ამას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ნარკოტიკის მოხმარება მთელ საქართველოში არის გავრცელებული, დედაქალაქში რა თქმა უნდა მრავალფეროვანია, შესაბამისად ნარკოსცენას რაც შეეხება არის პოლინარკომანია, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მოხმარება ხდება როგორც ოპიატების, ასევე ხდება სტიმულატორების, ამფეტამინის ჯგუფის, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტების და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ იმდენად, მარიხუანაზე აღარ მაქვს საუბარი, ასევე მოსაწევ ბიოზე და სხვადასხვა საშუალებებზე, გამოდის, რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, გაჯერებულია ბაზარი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებით. ეს საიდან როგორ რატომ ამაზე მე ვერ შევალ ვერანაირ პოლემიკაში ვერავისთან, იმიტომ რომ მე ექიმი ვარ და ჩემი ძირითადი მიმართულება ეს გახლავთ უფრო ნარკოტიკებით გამოწვეული სამედიცინო, ვთქვათ, ზიანის შემცირება. თუმცა ურთულესი ვითარება არის ქვეყანაში. ურთულესი, სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა ადამიანებიც ყავს ბენეფიციარები 20-19 წლის, 20 წლის, 21 წლის და ყველაზე ცუდი რაც არის ინფექციები, რომლებიც წამოვიდა, აი ზემოთ ჩამოთვლილი რაზეც მე ვსაუბრობდი, ინფექციების გავრცელება რაც წამოვიდა ამ ასაკის ადამიანებში. ჩვენ ვცდილობთ, რომ სოციალური მუშაკების საშუალებით დავამყაროთ კონტაქტი ჯგუფთან, იმიტომ რომ ახალგაზრდები ცალკე ჯგუფია. ჯგუფური მოხმარება ცალკეა ესენი. მათგან თუ ვინმე მაინც მოხდა ჩვენთან და აღმოჩენა მოხდა, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ იმ ჯგუფის წევრები ანონიმური და კონფიდენციალობის დაცვით რამენაირად მოვიდეს ჩვენამდე, რომ გავიგოთ ან დროულად აღკვეთოთ ის ინფექციები, რაც შეიძლება რომ მათ ჰქონდეთ.